ჩვენს ვაგრძელებთ ისევ და ისევ ასეთი ნიჭიერი ხალხის გაცნობას თქვენთვის. მინდა გითხრათ, რომ სულ მალე იგეგმება ახალი ქართული თამაშის, 2D თამაშის პრეზენტაცია და თამაში ეფუძნება ყველასთვის საყვარელ ხალხურ ზღაპარ წიქარას, ანუ ამ მოტივზე შეიქმნა. როგორ მეშინოდა ბავშვობაში ის რომ მოსდებდა? არა, წიქარასი არა, რომ მოსდებდა უკანდა ეს რო გადააგდებდა ხოლმე დევზე არის საუბარი. სავარცხელს ხო და აი ესეთი იდეა გაჩნდა, მოკლედ აი ახალი ქართული 2D თამაშის შექმნის და თუ საიდან გაჩნდა ეს იდეა და თუ რატომ გახდა საჭირო რომ მაინც და მაინც წიქარას ადაპტირება მომხდარიყო ამ თამაში, ამაზე რა თქმა უნდა ჩვენი სტუმარი ისაუბრებს. მინდა წარმოგიდგინო დიზაინერი და კონცეპტ არტისტი გიორგი ჯინჭარაძეა ჩვენთან სტუმრად. მოგესალმებით. ალბათ ხო ყველას გვაინტერესებს. რატომ მაინც და მაინც წიქარა? არა, მე კი მესმის ალბათ რატომაც წიქარა. ანუ თავი რა ინსპირაცია, აი ინსპირაცია არის საინტერესო. წიქარა აი. ჩვენ კი ხვდებით ლოგიკურად, მაგრამ მოდი მაყურებლისთვის გამემართოთ. ის არის ან ცოტა უფრო ადრე დაიწყო ყველაფერი, ანუ 2018-ში, ანუ წიგნის ბაზრობაზე ფრანკფურტში. ქონდა წაღებული ეგეთი პროექტი იყო წიქარას მუზეუმი, რომელიც რამდენიმე მხატვარმა გავაკეთეთ ერთად და მაშინ გავაკეთეთ თვითონ ეს პერსონაჟი წიქარა რა, ეხლა ვიზუალური თამაში როგორც არის, ეს იყო მაშინ გავაკეთეთ და იმის მერე რაღაც ისეთი ურთიერთობა მაქვს ამ ზღაპართან, სულ რაღაც სხვადასხვა მასალაში ვაკეთებ რა. 2018-ის მერე ანუ წიგნი გამოვეცით, ანუ დავასურათე წიქარა, ანუ იგივე პერსონაჟი ზუსტად და ამის მე არ ვიცი რატომღაც ვიფიქრეთ რომ თვითონ შინაარსი ისეთი აქვს ზღაპარს რომ კაი თამაში შეიძლება რომ გამოსულიყო რა და რაღა ეს გარბის და ის მოსდევს და ეს კონფლიქტი რაღა არსებობს აქედან დინამიკიდან გამომდინარე ხო? პირველ რიგში მნიშვნელოვანია რომ ჯერ ერთი ქართული არის და რაღაცა ქართული ბევრი ზღაპარია, მაგრამ აი თამაშისთვის სწორედ წიქარა იყო ალბათ. პირველია მე მგონი ხო? ის ხოშოს აქ მანამ თავიდან გვინდოდა რომ ამირანი გავაკეთებინა და შეიძლება ამირანისგანაც კაი თამაში გამოსულიყო, მაგრამ ამირანი რაღაც უფრო გრძელი ის არის რა ისტორია და ეს წიქარა იდეალურად ჩდებოდა, იმიტომ რომ სხვადასხვა ისინიც თავიდან ხო, ანუ ფაზლის თამაში არის თავიდან პირველი ეტაპი, შემდეგ ეს დევნა არის. ძალიან მაგარი იდეა. სხვადასხვა მისიების შესრულება. ჩემი შვილი მაგალითად, ნუ ახალგაზრდა თაობა განსაკუთრებით დაკავებული არის, მე მგონი ამ თამაშებით და რაღაცნაირად მისთვისაც სასიხარულო ამბავი იქნება დარწმუნებული ვარ და ძალიან საინტერესოდ გამოიყურება პირველ რიგში ვიზუალურადაც რაღაცა განახლებული ვერსია. მარტო თქვენი მუშავეთ თუ გარკვეული ჯგუფი არის რომელიც მუშაობდა? მე ვარ ანუ კონცეპტ არტისტი, მე დავხატე ფაქტობრივად ხელით არის რა, მთლიანად დახატული. ხელით არის დახატული. ხო, აი მაგითი რაღაცნაირად განსხვავდება, იმიტომ რომ დიდად ხელით აღარ ხატავ. ხო, რა, ერთად დიჯიტალ ხდება, მაგრამ ჩემი ძმარი და თუ ჯინჭარაძე, რომელმაც ანუ პროგრამისტის როლი მან შეასრულა პროგრამულად, მან აწყო და დათო თავაძემ გააკეთა საუნდი და მუსიკა და ანიმაცია. და ალექს ლაშხი იყო კიდე მთავარი პროგრამისტი. იცით რა მაინტერესებს, ეს თამაში არის ხანგრძლივი, ხო? ანუ ეს სადმე სრულდება თუ რაღაც ვიდეოც სადამდე? აპარის შინაარს მიყვება, ანუ ესე ძალიან ხანგრძლივი თამაში არ არის რა. ხო, ეს მაინტერესებდა. რაც არის ზუსტად ესე ვითარდება თამაშიც. ანუ დასასრული მას აქვს ყოველ შემთხვევაში. ეს არის მუდმივად დროს ეტაპები აქვს, ხო? შემდეგი ტურებში გადასვლები არის? ანუ როგორც აპარი არის, რომ იწყება თავიდან, რომ ბიჭმა უნდა შეაგროვოს ეს სავარცხელი და სარკე და სალესიქოა, შემდეგ წიქარაზე ჯდება და მოსდევს დედინაცოლი და თავდება 9 კლიტული. წიქარა უნდა გაათავისუფლოს ბიჭს. და ალბათ ნებისმიერი ასაკის ადამიანი გაერთობა ამ თამაშით, მე როგორც ხვდები ახლა. უშუალოდ პრეზენტაციას რომ დაუბრუნდეთ? აი, რა იგეგმება პრეზენტაციაზე? ანუ პრეზენტაციას ვაპირებთ დიზაინის ინსტიტუტში. და ანუ გვინდა რომ ზოგადად მოყვეთ ანუ როგორ მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი, ასევე რატო გაჩნდა ზოგადად ეს იდეა და ასევე გვინდა რომ მივცეთ საშუალება სტუმრებს რომ იქვე გატესტონ თამაში და ითამაშონ და სად იქნება ხელმისაწვდომი? მეც ეგ კითხვა გამიჩნდა. საინტერესო არის. სად ჩაშენდება გაჯეტები? ტელეფონში ეხლაც არის, ანუ შეგიძლია ტელეფონში გინდა Android-შიც და ყველა ორივე სისტემისთვის შეგიძლია. კომპიუტერულად კომპიუტერში? დესკტოპზე შესაძლოა შეგიძლია თუ გამოიკაჩოთ. საინტერესოა. იცით, აი ამ ხელა გეიმინგ ინდუსტრია
ინდუსტრიაში, რომელიც არის ცოტა ხო არ შეიძლება რომ ეს შეკითხვა არ დავსვა. აი რატომ გაგიჩნდა ცურვილი რომ აი ამ ხელა ის როგორ რაზე არის დაფუძნებული თქვენი თქვა წარმატება მომავალი ეს მოგიტან ბუნებრივი ყველაფერი კეთდება იმიტომ რომ ხელა რომ აღარც გავშლი ამ თემას. ანუ 3 წლის წინ თბილისი გახდა მედია ხელოვნების ქალაქების ქსელის ასე ვთქვათ წევრი რა ერთ-ერთი ქალაქი გახდა თბილისი და ამის ფარგლებში რაღაცნაირად უფრო ხელი შეწყობა მოხდა ესეთი მედია პროექტების რა და ამან მოხდა საშუალება რომ თუნდაც დაფინანსება მოგვეპოვებინა და ზოგადად გვემუშავა ამ მიმართულებით რა თქმა უნდა ანუ ძალიან დიდი სამყარო არის და ძალიან რთული არის ამ ყველაფერთან რა ვიცი კონკურენცია და რაღაც მაგრამ ნუ უკვე წარმოვიდგენია და საერთაშორისო ასე ვთქვათ მომხმარებელი შეიძლება რომ გაუჩნდეს აი რა მარკეტინგულად როგორ ხდება თქვენ მუშაობთ ამაზე რომ ეს გახდეს მარკეტინგულად ხო ნუ არის რა ვთქვათ გაცვლადი გახდეს პლატფორმებია სადაც შეგვიძლია რომ ეს დაუშვათ დადო ეს თამაში და ნუ ეხლა უკვე აღარ არის რა ესე ფიზიკურად რომ ის რომ ეს აქ შეიქმნა, ანუ მთელ სამყაროსთან გაქვს. ისე წერან ბავშვი ვახსენე და ასაკობრივი ზღვარი არსებობს, რაღაც სტანდარტი, თქვათ არა, ის აი ჩემი შვილი არის 4 წლის და თამაშობს ერთ. ხო, ძალიან პატარასაც ის. ანუ ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია ისარგებლოს. ეს მაინც რაღაცა ისეთ შეიძლება ხა ტერმინები არასწორად ვიხმარო მე მაპატიეთ, მაგრამ რაღაც არ არის რეალისტური ანუ გამოსახულება ხო უფრო რაღაცა არტ ხელით ნახატი და არტი ამან ალბათ შეიძლება მოიზიდოს უფრო რაღაცა სხვა კატეგორიის მოთამაშეები. კი, იმიტომ რომ ცალკე მიმდინარეობა არტ თამაშები, არტ გეიმები, რომლებიც უფრო რაღაც ვიზუალურ იმაზე არის დაყრდნობილი და უფრო აი ხელით ნამუშევრები არის და ამაზე აქვს ხოლმე დიდი აქცენტი, რომ ანუ ვიზუალურად უფრო საინტერესო იყოს და რაღაცნაირად აი მამის გამოფენას ავიღეთ რა. თვითონ აი ამ ნახატის შექმნაზეც მინდა რომ გკითხოთ, რამე ინსპირაცია იყო ძველი გამოცემის წიგნებიდან დაუშვათ? ის რა არის, ანუ ვცდილობ რომ ანუ აი არქიტექტურის მხრივ აი ეს ქართული ოდესახლი არის აღებული მაგალითად აი დედაბოძი არის ხედავთ და ანუ ორნამენტების ძირითადად ქართული მაქვს გამოყენებული მე მაგხრივ ეგეთი სკივრი მეც მქონდა სხვა. ხო, ანუ ეგეთი რაღაცები მე მინდა გითხოთ აუცილებლად გაგრძელებთ თუ არა თქვა აი ამირანი ახსენეთ თქვენ და ფიქრობდით პარაშადგომ აი წიქარაძე გადაერთეთ უბრუნდებით ქართულ თემატიკას და ფიქრობთ რომ მომავალში შეიძლება შექმნათ კვლავ ქართული თქვა მითოსის ქართული ზღაპრის ქართული ლეგენდების პოპულარიზაციას აი ამ სახით თქვა ზოგადად მაგითი ვარ დაკავებული თუ ვაკეთებ ანუ დაკავებული უფრო კონკრეტულად რა წიგნის ილუსტრატორი ვარ და ძირითადად ნუ ლოკალურ თემებს ვეხები ხოლმე რა მაინტერესებს და ინტერესებს და გეიმინგში გადავა ეს ყველაფერი ფიქრობთ კიდე რომ გააკეთოთ ეს თამაშებს აი არ ვიცი მე გონია რომ ამირანი ძალიან საინტერესო შეიძლება რომ გამოვიდეს მაგრამ ნუ ძალიან და მეც მგონია რომ უნდა გადავიდეს რაღაცა აი ამ სახით აუცილებლად უბრალოდ არ ვიცი რამდენად პრაქტიკული არის რომ ეს ყველაფერი ისე ხელით ვაკეთო აი ძალიან შრომატევადია როცა ხელით ხდება ამ ყველაფრის ხატვა რა და ალბათ უფრო პრაქტიკული იქნება რომ digital მე მგონი ნაცარხექიაც კარგი იქნება აი წარმოიდგინეთ ამ მაშინ რომ ძალიან პოპულარული AI თუ დავიხმაროთ პრეზენტაციასაც შეხება ესეც საინტერესოა ანუ აპირებთ ხო მე მგონი ამის ჩაშვებას ან პრეზენტაციას ხო პრეზენტაციაზე ყველას შეგვეძლება რომ ვითამაშოთ ხო იქვე დიახ რა თქმა უნდა კი იქნება საშუალება პირდაპირ ითამაშოთ დიდ ეკრანზე და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის რომ ბავშვებს გაუხარდებათ ძალიან მე დღესვე ვეცდები რომ პერსონაჟები ძალიან საინტერესოა ჩემ შვილსაც ასე ვთქვათ ჩავრთო იმიტომ რომ მას უყვარს ქართული ზღაპრები და მე თვითონ თამაშებიც და ასე რომ შეიძლება დაკავდეს ამით უმეტესი მადლობა და წარმატებას გისურვებთ და რაც თავარია ნებისმიერი პლატფორმა სადაც ხდება ქართული ზღაპრის ქართული თემატიკის გარკვეული პოპულარიზაცია და განსაკუთრებით ბავშვებში მართლა ამხელა სამყაროში რასაც თამაშების სამყარო ქვია
შემოდის ქართული ელემენტები, ეს უკვე ძალიან კარგად მოქმედებს მათ ფსიქოლოგიურ და მსოფლმხედველობრივ აღზრდაზე და განვითარებაზე, იმიტომ რომ სწორედ დღეს ბიჯაჭულები არიან ბავშვები ამ თამაშებს და თუ მას შენ შესთავაზებ ამ თამაშების ფორმატში უკვე ქართულ ვარიანტს. მაინც მომხრევა რომ ქართული რომ გაიგო, ქართული გმირები უნდა იცოდნენ, თქო, კითხვა უკვე სამწუხაროდ ნაკლებად უყვართ, მაგრამ აი ამ პერსონაჟებს უფრო გაეცნობიან სწორედ თამაშის საშუალებით. უღრმესი მადლობა გიორგი ჯინჯარაძე იყო ჩვენთან, ჩვენ სტუდიაში ამ პროექტის ავტორი და სულის ჩაყრელი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის.